გვაქვს ძალიან კარგი ტენდენციები, შარშან იყო მაღალი ეკონომიკური ზრდა, წელსაც გვაქვს მაღალი ეკონომიკური ზრდა, მთავარია რომ ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ზრდის მაღალი ტემპი შევინარჩუნოთ. ბიძინას მოქმედი ირაკლის სწრაფი ტემპით განვითარება მოსწონს და შენარჩუნებაც უნდა. მთავარია ტემპში ვიყოთ. ტემპი. პირდაპირ ეთერში ვართ იცოდეთ. ტემპში მოგიყვებით რა ტემპით ღარიბდებით რიგითები და რა ტემპით მდიდრდებიან ოცნების გუნდში. ვიღაცები თუ ბიუჯეტის ფულს საკუთარ სეიფებში ასაწყობებდნენ, ვიღაცები ხელფასის ანაბარად დატოვეს. ვიღაცები მსჯავრდებული სკამზეც ჩამოსვეს ქურდობისთვის, თუმცა პარადოქსია, მაგრამ ოცნების გარზე მდიდრებიც დირიან. ეკონომიკა იზრდება და ყველაფერი კარგად მიდის, მაგრამ აქ არის ერთი თემა, რომ ამას ყველაფერს მოსახლეობა ტელევიზორიდან უსმენს, ეს რეალობაა, მე არ ვამბობ, რომ ეს არის ძალიან რეალობა და ციფრებითაც ვსაუბრობთ, მაგრამ ინფლაცია, რასაც ქვია პროდუქტების შესყიდვა, ამაზე არის ძალიან დიდი პრეტენზია, იმიტომ რომ კატასტროფულად იზრდება ფასები ამ მიმართულებით. აი, რა შეიძლება გაკეთოს და ასევე წამლებში. აი, რა შეიძლება გავაკეთოთ? ალტერნატია ისეთი, რომ თუ შესაძლებელია, მეც მაგ ფიქრი და ყველა ფიქრობს ამაზე, რომ რაღაცნაირად აი ამ მიმართულებაზე შეღავათი იყოს და მოსახლეობა მეს იგრძნოს. გაძვირებული ცხოვრებით ქოციც კი შეწუხდა. ინფლაცია ნოემბერში 4,1%-ია. პროდუქცია გაძვირდა თითქმის 12%-ით, ჯანდაცვა 10%-ით. მაგრამ ჯერ სათხართ, 29 დეკემბერს სემეკის თავმჯდომარე გეტყვით კიდევ რამდენი თეთრით გაღარიბდებით ყოველთვიურად. იანვრიდან დენი უნდა გაძვირდეს. თუმცა არა, გაძვირება გადაჭარბებული ნათქვამია. მათი თქმით, თურმე ფასი უნდა კორექტირდეს მათ შორის გაზზეც. ამ ეტაპზე მიმდინარეობს ელექტროენერგიის და ბუნებრივი აირის ტარიფების გადახება, ბუნებრივი აირის ტარიფების ზრდის მოლოდინი და წინაპირობები ამ ეტაპისთვის არ არსებობს, ხოლო შესაძლოა ძალიან მინიმალური კორექტირება იყოს. ზრდა შეეხება ელექტროენერგიის ტარიფებს. ღარიბი მოსახლეობის მდიდარმა მმართველებმა შემოგაპარეს, რომ გაზრდილ პენსიას თეთრზე უკან დაიბრუნებენ. დღეს დენის ტარიფი 301 კილოვატ-საათზე მეტის მოხმარების შემთხვევაში DGG-ს შათვლით 23 თეთრია. ეს ტარიფი 2023 წლის 28 დეკემბერს დაამტკიცეს. მაშინ ნარმანია ირწმუნებოდა, რომ შემცირებული ტარიფი 2026 წლის 31 დეკემბრამდე შენარჩუნდებოდა. დედაქალაქში, ასევე რეგიონებში შემცირდა ყველა კატეგორიის მომხმარებლებისთვის ელექტროენერგიის ტარიფი 3 თეთრით, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება და აღნიშნული ტარიფი შენარჩუნდება მინიმუმ მომდევნო 3 წლის განმავლობაში. რატომღაც 2 წლის თავზე ფასის გადახედვისა და გაძვირების საჭიროება დადგა, თუმცა ნარმანიას პირობა რამოსატანია ბიძინას დაპირებასთან. წლების წინ დაგაჯერათ, რომ ფასები განახევრდებოდა, დამქაშებიც დააგზავნა რეგიონ. ყველაფერი არის გაბერილი ხელოვნურად, საწვავის ფასი, გაზის ფასი, შუქის ფასი, ყველაფერი შეიძლება, ყველაფერი დაიწევს, იმიტომ არ არის ეს რეალური ფასები, ყველაფერი გაბერილი. ბიძინამ გამეფებიდან ერთ თვეში სიტყვები უკან წაიღო, ტარიფების განახევრება არ გამოვაო. ის განახევრება სასაცილოდებოდი, რა თქმა უნდა, არ გამოვა და გადაჭარბებულად საუბრობთ, როგორც ჩანს. სიტყვის კაცია ბიძინამ, ტარიფების განახევრება არ გამოვიდა. სათამაშო მოედნის შემდეგ კახა ოცნების გუნდის თამაშებს ენერგეტიკის სამინისტროში რომ თამაშობდა, დენი 2015-2017 წლებშიც გაძვირდა. მერე რა მოხდება თუ კი 2026-ში გაძვირდება? ქვეყანა ხომ ეკონომიკური განვითარების პიკზეა. სიღარიბეც შემცირდა და უმუშევრობაც. გააძვირონ, კიდე გააძვირონ. გამიხარდება. კიდე ცოტათი ძვირდება. უფრო მეტი შეიძლება ყოფილიყო. ყველაფერი ძვირია. და კიდე უფრო მეტად რო არ გაძვირდა, მადლობა უნდა ვთქვათ მაგისთვის. მიხდი, თორ ჩოროშ დღეში ვართ, ეს ფაქტია. კომუნალურებზე ფასი ვერ შეამცირეს. ფასი ბევრ რამეზე ვერ შეამცირეს. მცირდება თავად ადამიანის ფასი. საქსტატმა დაგვიანგარიშა და გვითხრა, რომ საარსებო მინიმუმი დღეს 245 ლარია. ეს თანხა საკმარისია, რომ თვეში 600 გრამი ღორის ხორცი და ამდენივე ქათმის ხორციც მიირთვათ. რაციონში გექნებათ ბრინჯი, მაკარონი, კომბოსტო, მაწონი და ძეხვიც კი. საარსებო მინიმუმი 255 ლარია. სამაგიეროდ მომდევნო წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად იანვრიდან პენსია იზრდება 20 ლარით. 20 ლარი ამაშენეს ბებია საქს დამიდგამს, უსახკარო ვარ, ქირაში ვარ, იმასაც გადამიხდი, საქსაც მიყიდის და ასე ვიქნები კარგად. აი, 20 ლარი.
ზრდა 45 ლარი იქნება და 495 გახდება. ამ შემთხვევაში არ გაგიმართლათ, რადგან 26 წელს არჩევნები არ არის, თორემ გამონაკლის ისევ დაუშვებდნენ. ისევ თავიანთი ჯიბიდან მოპარულ ბიუჯეტს ამოიღებდნენ და პენსიას 2023 წლის მსგავსად ორჯერ გაგიზრდიდნენ. მაგრამ უმადურებიც ნუ იქნებით. გასულ თვეებში იმდენი რამ გაძვირდა და იმდენ რამეს დაედო ოქროს ფასი, რომ ოცნების გუნდში სწორედ თქვენთვის იზრუნეს და ამიტომაც მოგემატათ პენსია. ერთ ჯიბეში ჩაგიდეს, მეორედან იღებენ, მაგრამ ხომ მოგცეს, ხო და უნდა გამოართვან. 20 ლარი თვითონ დაიმატონ იმ 50,000-ები რო აქვს. 20 ლარი დაიმატონ თვითონ, ვაჩუქებ მე იმ 20 ლარს. ხო, ვაჩუქებ თვითონ ახლა საახალწლოდ. ვაჩუქებ იმ 20 ლარს, იმ ჩემ პენსიასაც ვაჩუქებ მთლიან. კონდეთ. ოღონ თვითონ იყონ კარგად. თვითონ მოждენ იმ სკამებზე, თვითონ იყონ კარგად. პენსია გაეზრდებათ პენსიონერ პედაგოგებსაც, მაგრამ ხელფასის მატებაზე ოცნებაში ოცნება აკრძალეს. 30-35%-ით უკვე გაგიზარდეთ წინა წელს, ამიტომ ეგ იგმარეთო. ხო, რა თქმა უნდა, ფასები ხო დაყინულია და მცირდება და რა თუნდაც იმათ ხელფასის მომატება. რაში დახარჯოთ, დარჩება ზედმეტი ფული, არა? თვითონ რო ისდიან, რატო ისდიან? წინა წელს არ მოიმატეს? არ დაეზარდა წინა წელს ხელფასი. ეხლა კიდე მოინდომეს და მასწავლებლებს რაც უნდა და მასწავლებლებს ფული. რაში დახარჯო საწყლება? მე ერთსაც რაღაცა მათრო ასე ხელფასი. მეცნიერს არ ამშრომელი. საერთოდ მეცნიერებას ყურადღებას არ აცემენ. აი დავალთ ახლა ჩვენ პენსიონერები ვართ რაფასტიურად დარჩენილი. აი ჩვენ სწავლავთ თვითონ დავამთავრეთ ამას და დარჩება საქართველოს მეცნიერების გარეშე. ნუ მეკითხებით რა. ძალიან დაღიზიანებული ვარ ამ ხელისუფლებას და კარც არაფერს არ ვიტყვი. არადა კოცმაც იცის, რომ 370 ლარი პენსია არ არის საკმარისი არც მედიკამენტებზე და არც პროდუქტებზე. მით უფრო რომ 2012 წლის შემდეგ რიგ პროდუქციაზე ფასები თითქმის 80%-ით გაიზარდა. ანუ ამ დროში პენსია კი არ იზრდება, არამედ ამ პენსიას ინფლაცია ჭამს. ამ 13 წელშიც უკეთესი პერიოდი ვერა და ვერ დადგა. მეორე წელიწადი იქნება უკვე საგრძნობლად უკეთესი. მესამე იქნება ის, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი ამას უკვე საკუთარ ჯიბესა და საკუთარ ოჯახებზე იგრძნობენ. მეოთხე წელიწადი იქნება ძალიან კარგი. რიგითებისთვის არა, თუმცა ყოველი მომდევნო უკეთესია ქოცური ელიტისთვის. მომდევნო წლის ბიუჯეტის თანახმად ხელფასები იზრდება. იანვარში ისედაც 2.5-ჯერ გაიზარდეს, თუმცა იანვრის შემდეგ ცხოვრება მათთვისაც ხომ გაძვირდა. ასე რომ რა დასაძრეხია თუ კი მიხეილ ყაველაშვილის, კობახიძისა და პაპუაშვილის ანაზღაურება 1400 ლარით 16,000-მდე იზრდება. არ დაიჩაგრნენ მინისტრებიც და გათანაბრდნენ. მათი ანაზღაურება 1190 ლარით იზრდება და 13,600 გახდება. ქვეყნისთვის გარჯა დაუფასდა მინისტრის პირველ მოადგილესაც. მას თვეში 1050 ლარით მეც 12,000 გადაუხდიან. დანარჩენი მოადგილეები 11,600 ლარს დასჯერდებიან. შრომა ხომ უნდა დაუფასდეთ პარლამენტის წევრებსაც. ამიტომ ვოლსკი გიას ანაზღაურება 1280 ლარით გაიზრდება და 14,720 გახდება. 14,400 ლარი დაერიცხებათ ნინო წილოსანს, თეა წულუკიანს, გიორგი კახიანს, სოზარ სუბარსა და ილია ინჯიას. შეუსაბამოა, მაგრამ ოღონ მოიპარავენ და აიღო და. არა, მე მაგათი გადაწყვეტილება ხალხისთვის სიტატის მომტანი არ ვინახავს, არ დამიდია ყოველ შემთხვევაში და რეში უნდა ვიცეთ პანდენი ფული რისთვის. რომ დაარბიონ ახალგაზრდების სემონ. უმიზეზოდ ციხეში ჩასვალი და ხელისუფლებას ასე უნდა ვიღაცას არა. ოცნების გუნდის ანაზღაურება თქვენს ხარჯზე იზრდება ბიუჯეტიდან. ეს ბიუჯეტი მომდევნო წელს თქვენზე დიდად არ დაიხარჯება, იმიტომ რომ თანხის გენერირება ჭირს. არ დაიხარჯება იმიტომაც, რომ მომდევნო წელს არჩევნები არ არის. არჩევნები რომ არ არის, იმიტომაც გააუქმეს სოციალურად დაუცველთა დასაქმების პროგრამას. თვეში 300 ლარს აღარ მოგცემენ. სექტემბრიდან აღარ აინტერესებთ კახეთი, ღვინო და მეღვინე. სექტემბერში ყურძენს ჩალის ფასი ექნება. თუ კი მოსავალი უხარისხო იქნება, 1 ლარსაც ვეღარ მიიღებთ. იყო დრო საარჩევნო ყუთთან ამ 1 ლარს უსიტყვოდ ხაზავდით, სექტემბრიდან კი თავად მოგიხაზავენ. არადა დაუნახავი უნდა იყო ბიზნესი რომ არ გეწამა. კაფეში რამდენი ჩამოვედი, ვამბობდი რომ როგორ შეიძლება 1 ლარზე ნაკლები დაადო ყურძენს. 1 ლარიც არ არის ყურძენს ფასი, თქვენ კარგად იცით, რამდენი სომა ჭირდება ყურძენს და 1 ლარიც არ შეიძლება იყოს მისი ნორმალური ფასი. რა კი 5 მილიონი უკვე
უკვე დახარჯეთ და ვაზიც გააშენეთ. ამიერიდან, ანუ მომდევნო წლის მარტიდან სამეწარმეო დანიშნულების ვენახის გაშენებისთვის ნებართვაც უნდა აიღოთ. აქვე ის უნდა აღნიშნოთ, რომ იყო დრო, როცა ქართველ გლეხს უჭირდა ყურძნის ჩაბარება, არათუ უჭირდა, არამედ მას აიძულებდნენ, რომ გაეჩეხა ვენახი. ეს ხო ძალიან მძიმე პერიოდი ჩვენი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ჩვენ ნახეთ, რომ გლეხს შრომა დაუფასდა. ყურძნის ფასი დაედო და ვენახის ფასი გავიგეთ, კიდევ ერთჯერ დავწმუნდით, რომ და ის ძალიან ვახსენე, რომ სამწუხარო ჩვენ საუბედუროდ რამდენიმე წლის წინ ვენახს ჩეხდნენ აქ და სააკაშვილის დავალებით პირადად უხდიდნენ ფულს, რომ გაეჩეხა. უკვე მესამე წელია უპრეცედენტოდ წარმატებულ თვალს ვატარებთ. ყველას მინდა შევახსენო, რომ არასოდეს არ ყოფილა არათვასთი ინტერესი. ამის ნახევარი ინტერესი არ ყოფილა წინამძღოლების დროს. ბიძინას ყოფილ ირაკლისას ბევრი გეგმა ჰქონდა, თუმცა ვინაცადა. სეიფები გაუჩხრიკეს. თუმცა ღარიბაშვილს შევეშვათ და დავუბრუნდეთ ღარიბებს. შემოდგომამდე დიდი დროა და დრო მოგეცათ, ან ხარისხიანი ყურძენი მოიყვანოთ, ან ვისაც თეთრები არ მოგწონთ, შაჰაბასის მობრუნებამდე თავადვე გადაწყვიტოთ. სექტემბერში ნუ დაიწყებთ პროტესტს, რომ კიდევ მოგატყუეს. არადა დასანანია, რადგან ბიძინას გეგმა ჰქონდა, რომ კახელი გლეხებისგან მეღვინეები დაეყენებინა. თუმცა ჰორიზონტ უკვე აღარც მეღვინე ჩანს და აღარც ხაბაზი. ვინც მოასწრო უკეთესი ცხოვრებისთვის ემიგრაციაში წავიდა. ვინც მოასწრებს ისევ წავა, რადგან ევროკავშირი უკვე უვიზო შეჩერებისთვის გვამზადებს. ჯერჯერობით პოლონეთმა დაგვაუარა. სამუშაო ნებართვის გარეშე აღარ გვიღებენ, რადგან ოცნების გუნდის დასავლური ორბიტიდან გადახვევა არ მოსწონთ. ქართული ოცნება აგრაშუაში არის, ხომ? ჩვენც საკმაოდ კაცრი მიგრაციის პოლიტიკა გვაქვს და ჩვენთან პოლონელიც ვერ ჩამოვა ასე ადვილად სამუშაოდ. ასე რომ არ ვიცი, ეს მათი შიდა მიგრაციის საკითხები არის, როგორ აწესრიგებენ. კი შალვა, სწორედაც რომ ეგრეა. პოლონეთში ოცნებობენ, რომ ჩვენთან როგორმე დასაქმდნენ. იმ ქვეყანაში, სადაც საკუთარს ვერ ასაქმებენ, უმუშევრობის დონე 13.3%-ია. ნომინალური ხელფასი კი 2271 ლარი. კი ოცნებობენ, რომ ჩვენთან იმუშაონ ქვეყანაში, სადაც ადამიანებს ავიწროვებენ, სემენ, ასახიჩრებენ და სადაც ადამიანმა ღირებულება დაკარგა. ჩვენ გვპირდებით, რომ ადამიანი ჩვენი ხელისუფლებისათვის თავარი ღირებულება იქნება. ჩვენ ვიქნებით ყველას კომაგი, ყველა ადამიანის, ვისაც სახელმწიფოს დახმარება დასჭირდება. მერე რა თუ თქვენ ღარიბდებით, მერე რა თუ პენსიის ოდენობით რეგიონის ქვეყნებს შორის აუთსაიდერი ვართ. სამაგიეროდ რეგიონის ოქროს ჰაბი უნდა გავხდეთ. ასე გადაწყვიტა ფინანსთა სამინისტრომ. კანონპროექტის მიხედვით საინვესტიციო ოქრო DGG-ს გადასახადისგან თავისუფლდება, ანუ ოფშორების კანონი ნომერი 2. ნომერ პირველის შემთხვევაში ივანიშვილმა 9 მილიარდზე მეტი ღირებულების ნახატები და ქანდაკებები ქვეყანაში ისე შემოიტანა, რომ ბიუჯეტში თეთრიც არ გადაუხდია. ეს ეჭვი იანვარში იმპორტის ზრდამ და ამ პერიოდშივე DGG-ს მოცულობის შემცირებამ გაამყარა. ამჯერად კი უეცრად ოქროს აბატქცევის სურვილი ნაცადი მეთოდის განახლებულ ვერსიას წააგავს. მე პატარა ტრიუკი გავაკეთე, შესაძლოა ეს მაფიქრებული მქონდა და მეგონა თუ მარტივი გასაგები იყო, მაგრამ ძალიან ბევრი შემეკითხა და როგორც ჩანს ვერ გაიგეს. სამაგიეროდ გაიგეს კახას ტრიუკი. კახას მეგობარ ჩეჩენ ხამზად ჩიმაევს აგვისტოში ფერარი აჩუქეს. თუმცა კახამ უკვე დეკემბერში ავტომოყვარულებსაც საზეიმოდ გაგიხსნათ ფერარი. არჩევანი დიდია, ასე რომ რიგში ჩადექით თქვენი 370 ლარიანი პენსიით, 2271 ლარიანი ხელფასით. ემიგრანტების გზავნილებით, ბანკის ესხით ან სულ ერთია რითი. მთავარია რიგი დაიკავოთ. კახამ თქვა, რომ ცენტრის გახსნა ქვეყნის იმიჯისთვის მაგარია.